გლდანის მოსახლეობა საჯარო სერვისებს დღეიდან გამარტივებულად მიიღებს. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რაიონში ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა. შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა 500-მდე სერვის კომფორტულ გარემოში მიიღებს. გლდანის იუსტიციის სახლი პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერობის კანდიდატთან კახა კალაძესთან ერთად გახსნა. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. შალვა სუმბაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. შალვა. რიგით 126 იუსტიციის სახლი გაიხსნა მთელ საქართველოში ჯამში და ასევე ეს არის მესამე ფილიალი, რომელშიც მოქალაქეებს თბილისში შეუძლიათ მომსახურებები მიიღონ. სხვადასხვა მომსახურებებზეა საუბარი, რომელიც უკავშირდება მთელ იმ პროცედურებს, რომელიც შეუძლიათ რომ მოქალაქეებმა გაიარონ იუსტიციის სახლში, როგორც აქ გახსნისას ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, არსებობს სურვილი იმისა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს რაც შეიძლება მარტივად მიუწვდებოდეს ხელი სხვადასხვა სერვისებზე და სწორედ ამას ემსახურება მთელ საქართველოში გაწეული ძალისხმევა, რომელიც როგორც არსებული იუსტიციის სახლების მოდერნიზებას და რეაბილიტირებას, ასევე ახალი იუსტიციის სახლების მშენებლობას გულისხმობს. როგორც დღესვე აქვე დაანონსდა ვარკეთილის თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის და გლდანის შემდეგ დიდი ღომ იქნება შემდეგი ლოკაცია, სადაც ასევე გაიხსნება ახალი იუსტიციის სახლი. ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად მოქალაქეებზე და მოქალაქეები უზრუნველყოთ მაქსიმალურად კომფორტული სერვისების მიწოდებით და იუსტიციის სახლი არის სწორედ გამორჩეული პროექტი, სწორედ ამ თვალსაზრისით მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურებით. გლდანის ეს ფილიალი არის იუსტიციის სახლების სისტემის ნაწილი და ეს არის სისტემა, რომელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით უკვე 125 მისამართზე ყოველდღიურად 20,000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. იუსტიციის სახლი იხსნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ულოცავ ყველას, ეს რა თქმა უნდა არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი. სამინისტრო აგრძელებს ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, როგორც ბატონმა პრემიერმა ისაუბრა. შემდეგი იქნება დიდი ღომი, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო მინისტრო, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მუნიციპალიტეტის, მერის თითოეული თანამშრომელის ყველანაირად ხელშეგიწყოთ, რომ აი ასეთი ძალიან მაგარი პროექტები განხორციელდეს ჩვენს ქალაქში. 100-მდე თანამშრომელი არის დასაქმებული და ეს ფილიალი ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად გატვირთოს ცენტრალური ფილიალის დატვირთულობა, რა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რა თქმა უნდა ამცირებს მოლოდინის დროს, ეს რა თქმა უნდა აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და შესაბამისად ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებაზე ზრუნვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ არავინ არ დარჩეს საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გარეშე. თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც აქვს ამის სურვილი, ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს 500-მდე სერვისით, ბევრად უფრო სწრაფად, რაც ნიშნავს იმას, რომ ლოდინის პერიოდი ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ბევრად უფრო ხარისხიანად მიიღოს ეს სერვისი და საბოლოო ჯამში წავიდეს კმაყოფილი. უკვე მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლის გახსნის ოფიციალური ღონისძიება დასრულდა, პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებზეც გააკეთა განცხადება, მათ შორის იყო არჩევნები, ბუნებრივია და ასევე ოპოზიციის გეგმები 4 ოქტომბრისთვის. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ 64-ვე მუნიციპალიტეტში და ელოდებიან, რომ პირველივე ტურში დადგება ეს გამარჯვება. ასევე გამოეხმაურა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გამოხატვის თავისუფლება არსებობს ქვეყანაში და ბუნებრივია ყველას აქვს შეკრების უფლება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კი რომელიმე მათგანი აქციაზე გამოსული, როგორც პოლიტიკოსი, ასევე აქციის სხვა მონაწილე დაარღვევს კანონს, ის სამართლებრივად აგებს პასუხს. პატა ბურჯულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორ შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმშელოთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივია ვიქნებით ყურადღებით და ყველას და მივცე პირობა, რომ თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს. თუ ვინმე გადავა ძალადობაზე, თქვენ ნახეთ, 2-დან 5 წლამდე დაახლოებით მოუწიათ ციხეში შეასდომი იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ, პარლამენტის შენობის წინააღმდეგ და ანალოგიურად, რა თქმა უნდა, შეეფარდება ყველა მოძალადეს შესაბამისი კანონის მუხლი, ხო? ამიტომ ყველას მოუწოდებს სიფრთხილისკენ, ყურადღებისკენ, ყველა იყოს ფრთხილად, როცა საქმე ეხება ძალადობას და კანონის დარღვევას.
იუსტიციის სახლი, როგორც გითხარით, გლდანში არის უკვე გახსნილი. ხვალიდან ხიზანიშვილის ქუჩაზე გლდანის მაცხოვრებლებს და არა მხოლოდ შეუძლიათ 500-მდე სერვისი მიიღონ გლდანიდან გაუსვლელად. მადლობა, ჩაალვა სუმბაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.